ის ვინც ყვეთთა გვამს ის ექსპერტი კი არა სანიტარი ყოფილა. ახალი დეტალები ზურაბ ჟვანიას საქმეში 9 საათიანი ვიდეოფირი და პირველად სატელევიზიო ინტერვიუ ექსპერტ კრიმინალისტთან, რომელმაც ზურაბ ჟვანიას ცხედრის გაკვეთის ყველა წამი ვიდეოფირზე ასახა. მას ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია, დუმილს იმედის კვირაში დაარღვევს. მე ამ დღის მერე კადრები საერთოდ თვალით აღარ მინახავს. თითო ფინჯანი ჩაის ხრება. ცხოვრება 150 ლარად და პენსიონერებზე ზრუნვა, რომელიც მხოლოდ 10 ლარი ღირს. არაფერს არ უნდა პენსიონერი. ისინი უთითებენ, რომ ქონდათ ცემას მათ მიმართ ადგილი. დაწყება ახლა თვითონ თავს იზიანებს თან ვიღაცას ცემს და ვინ არის გლდანის საპყრობილის უფროსის მოადგილე და რა კავშირი აქვს მას ციხის სკანდალურ კადრებთან? გრძელდება თუ არა ციხეში პატიმრების წამება? ზურაბ მოდერაციის მოადგილე, რომელიც ჩემთან ერთად იღებდა წამების კადრებს. მეტრება ჩემი შვილი. 4 წლის ლიზი შენგელიას შემზარავი მკვლელობის დეტალები, ტრაგედია, რომელსაც შესაძლოა კიდევ ერთი ტრაგედია მოჰყვეს. ან დახვედა მიეცით, ან თავისუფლება გამოუშვა. რომ მაგის ხორცი წვეთად ებიხო, ამუჩეხო, რომელიც ხელმა დაახჯო, ის ხელები მოწრა დავაწყო გურზე და იქვე მოკლა. შეგწევა რა მოვაკეთო. 29 წელი და მხოლოდ 22 კილოგრამი ანორექსია, განაჩენი, რომელსაც ოჯახი ვეღარ უმკლავდება. მინდა დიდხანს ვიცოცხლო, იცით რომ ჩემ ქართულს მოვეფერო ჩემი სიმღერით, იცით? ეთერ კაკულიას ვარსკვლავს უხსნიან, დიაგნოზი, რომელმაც მისი ცხოვრების რეპერტუარის შეცვალა. დღეს საღამოს 8 საათზე იმედის კვირა, თქვენთვის კვირის მთავარი თემებით.